უბრალოდ იმ მთავარი საქმით, რომელიც მე მაქვს ამ დღეებში და დღესაც მქონდა, დღეს მე შევხვდი სლოვაკეთის ელჩს, მაგრამ მანამდე რამდენიმე ელჩს შევხვდი, მათ შორის უნგრეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და რამდენიმე დასავლეთ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ 4 ოქტომბრამდე და მერეც მთავარი საკითხი სინამდვილეში იქნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საშიშროება და მე მაქვს კამპანია დავიცვათ უვიზო მიმოსვლას, ჩვენი ყველას მონაპოვარია. და შესაბამისად დღეს მქონდა შეხვედრა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თხოვნით ქართველი ხალხისგან, ჯერ ეს ერთი რომ უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდეს, მე ვფიქრობ ის რისკი რომელიც დაუდგა ჩვენ ქვეყანას ქართული ოცნების საქციელის შედეგად არის ძალიან დიდი რისკი და გააქვთ მოლოდინი რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნები, ანუ მაინც ელით რომ შესაძლოა საბოლოოდ მართლა დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ანუ განხილვა არის, მაგრამ გადაწყვეტილებას რას ელით? თითე არის რეალური საშიშროებაა და ეს რეალური საშიშროება იყო განხილვაში, მედიაში ძალიან დიდი ხანი, სექტემბერში უნდა ყოფილიყო უფრო, მაგრამ 4 ოქტომბრის თემამ ეს ყველაფერი გადაფარა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალური საშიშროებაა უფრო იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიის წერილი გამოიგზავნა, მოთხოვნები გაჟღერებულია, სხვათა შორის ის პრობლემა, რომელზეც არ საუბრობენ, ეს პრობლემა, ემიგრაციის პრობლემა საქართველოში, ის რომ საქართველო ნინიას ბაღად არის ქცეული, ეს არის ასევე მითითებული ევროკომისიის წერილში. ჩვენი მთავრობიდან იყო აბსოლუტურად რაღაცა ხუთკუნჭულა ზღაპარი, აქ გაგზავნილი პასუხად, რეალური საშიშროებაა. და სწორედ ამიტომ დავდივარ მე კარდაკარ, სადაც შემიძლია, რომ ეს საშიშროება შემცირდეს და იგივე სლოვაკეთის მთავრობა, უნგრეთის მთავრობა დავარწმუნოთ, რომ ისევ და ისევ გამოყენებული იყოს პერსონალური სანქცია.